ევროპის საინვესტიციო ბანკი 17.5 მილიონ ევროს გამოყოფს ბერძნული კომპანია ჯოლთის მხარდასაჭერად საბერძნეთისა და კვიპროსის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი ქსელის გაფართოებისთვის. კერძოდ დაფინანსება, რომელიც InvestEU პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, მიზნად ისახავს 2029 წლამდე 2200 დამტენი პუნქტის აშენებას და რეგიონში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებას. სანდო და სამუხტი სადგურების ქსელის განვითარებით პროექტის მიზანია საგზაო ტრანსპორტის სექტორის დეკარბონიზაცია, ბურების აირების ემისიების შემცირება და მდგრად მობილობაზე ტრანზიციის ხელშეწყობა. შესაბამისად, ჯოლთის პროექტი ზუსტად თანხმდრაშია ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ InvestEU-ს მიზანთან, რომელიც ევროპის მწვანე ტრანზიციის ნაწილია. ჯოლთი 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საბერძნეთში დამონტაჟებული დამტენი სადგურების 1/3-ზეა პასუხისმგებელი და 500-მდე ასეთ პროდუქტს მართავს. ბანკის დაფინანსებით კომპანია გეგმავს, რომ ქსელი ისეთ ქალაქებსა და დასახლებებში გააფართოვონ, რომლებიც ცივილიზაციას მოშორებულები არიან და აქამდე მსგავსი ინფრასტრუქტურის აშენების საშუალება არ მისცემიათ. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 270 მილიონი დოლარის ღირებულების დაგეგმილ ინვესტიციას აჩერებს. კომპანიის პრეს-სპიკერის განცხადებით, ეს თანხა კემბრიჯში კვლევის გაფართოებაზე უნდა დახარჯულიყო, რასაც 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოჰყვებოდა. მუდმივად ვაფასებთ ჩვენი კომპანიის საინვესტიციო საჭიროებებს და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კემბრიჯში ჩვენი გაფართოება შეჩერებულია. ამ საკითხზე სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. უთხრა Reuters კომპანიის წარმომადგენელმა. მანამდე 2025 წლის იანვარში AstraZeneca ინგლისის ჩრდილოეთში ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაზე თქვა უარი, რაზეც ჯამში 450 მილიონი ფუნტი უნდა დახარჯულიყო. მიზეზად კომპანიამ ლეიბორისტების მთავრობის მხრიდან დახმარების შემცირება დაასახელა. დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, კომპანიას გაფართოების გეგმები აქვს ASH-ში. 2025 წლის ივლისში AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევებისა და წარმოების გაფართოებაზე 50 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ წარადგინა წინადადება, რომელიც ბოინგის 3.1 მილიონი დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. მიზეზი კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევაა. როგორც Reuters წერს, მათ შორის განიხილება 2024 წელს Alaska Airlines შემთხვევაც. გასული წლის იანვარში Alaska Airlines Boeing 737 MAX 9 თვითმფრინავმა, რომელიც პორტლენდიდან ონტარიოში უნდა ჩასულიყო, 4876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა. ამის შემდეგ Boeing-ის 737 MAX 9-ის უმეტეს ნაწილს რეისის შესრულება აუკრძალა. მოგვიანებით სააგენტომ თვითმფრინავებს ფრენის უფლება აღუდგინა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვით. სახელმწიფო რეგულატორის განცხადებით, ბოლო პერიოდში Boeing-მა სერტიფიცირებისთვის 2 ახალი ხომალდი წარუდგინა, რომლებმაც შემოწმების შედეგად გარკვეული წესები ვერ დააკმაყოფილეს. თავის მხრივ კომპანიას 30 დღე აქვს ჯარიმაზე რეაგირებისთვის. Boeing-ის განცხადებით განიხილავენ ჯარიმის საკითხს და უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მუშაობის გაძლიერებას გეგმავენ. ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ინვესტიციის მკვეთრად გაზრდა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, კომპანია მომდევნო 3 წლის განმავლობაში AI-ის მიმართულებით 53 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ამასთან კომპანიამ წარმატებით დაასრულა მუშაობა საკუთარი AI-ის ჩიპის შექმნაზე, რომელიც Nvidia H20 სერიას უწევს კონკურენციას და როგორც ცნობილია, უკვე აქტიურად გამოიყურება Alibaba-ს AI-ის მოდელის განვითარების პროცესში. ექსპერტების შეფასებით, ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიას ბოლო წლებში საგრძნობელი პროგრესი აქვს, რაც Alibaba-ს ინოვაციურობით და ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით არის განპირობებული, რომელსაც ამერიკულ კომპანიებზე დამოკიდებულების შემცირება სტრატეგიულ მიზნად აქვს დასახული. ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა გიგანტმა OpenAI-მ Oracle-თან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დოკუმენტის თანახმად OpenAI დატა ცენტრების მშენებელი უმსხვილესი კომპანიისგან 300 მილიარდი დოლარის გამოთვლით ინფრასტრუქტურას შეიძენს. აღსანიშნავია, რომ ორ მხარეს შორის გაფორმებული მსხვილი გარიგება OpenAI-ის მასშტაბური პროექტის Stargate-ის ფარგლებში განხორციელდება. კონტრაქტი ძალაში 2027 წლიდან შევა და მის თანახმად Oracle-ის 4.5
გიგავატის სიმძლავრის დატა ცენტრებს ექსკლუზიურად OpenAI-ისთვის ააშენებს. ამ მოცულობის ელექტროენერგიით 10 მილიონი სახლის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ მსხვილ კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებას თან სერიოზული რისკები ახლავს. მართალია ორექლისთვის მსგავსი მასშტაბის გარიგება ეკონომიკურად სასარგებლო იქნებოდა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელია OpenAI-ისთვის აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. საქმე ის არის, რომ ამჟამად ტექ გიგანტის შემოსავლები ხარჯებს საგრძნობლად ჩამორჩება. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება საკითხი, თუ როგორ უნდა მოახერხოს OpenAI-მ დასახელებული უზარმაზარი თანხის გადახდა.